So, ანუ ხო თუ პროფილის დატას ყიდულობ, პროფილის დატას კი არა, პროფილს ხო ყიდულობ, ხო? ეგრევე გაძლევს მეკვეთ ყველაფერს. რა ფიოთ როგორც უსურთ ხო ბანკები ანგარიშები რომ არ დაგიბლოკონ, როგორც კრიპტოზე შევბიან. ტრეიდინგში მაგას არ შევბიან. კრიპტოზე შეიძლება შევბიან. ვით უმეტეს როცა მიუთითებ რომ რაღაცა კრიპტო არიან, რაღაცა არის რა, მსგავსი რაღაცების დაწერას ბანკებში მოერიდეს რომ რაღაცა კრიპტოა, რაღაცა ტრეიდინგია, რაღაცა არაფერი. უბრალოდ არაფერი ვაფშე რა, რომ გადარიცხობს აკეთე ანუ მსგავს არაფერი. და ტრეიდინგში მე პირადად ისა იმქინა რა კრიპტოდან ფული ჯერ გამომიტანია არაზროს. კრიპტოს არც შევხები ვარ, სიმართლე გითხრათ ვაფშე, აქამდე, შეიძლება მომავალ შევეხო და რა ვიცი, ეგრევე ბანკზე გიждდება ყველგან რა. გაჩნია როგორ გამოტანის ფუნქციას აერჩევ. Apex კრიპტოდან გამოტანა არა აქვს. Trade-with plans და rhythmic-ის plan შორის განსხვავება არის ის, რომ Trade-with-ის plan-ი არის თვითონ პლატფორმები ორივე რა. Rhythmic-ი და Trade-with ორი სხვადასხვა პლატფორმა არის. მაიცა თუ ნახავ ფოტოს. Ninja Trader. ხო, აი. Rhythmic-ზე, ხო? შეგვიძლია Ninja Trader-ზე იტრეიდო Rhythmic-ს ვაფშე არ იყენებენ, ხო? მე Ninja-ს იყენებენ მანდ. და Trade-with არის აი ეს პლატფორმა. აი ეს პლატფორმა არის თუ გინახავს, ხო? დამწყებებისთვის ყველანაირად ურჩევ ყველას რომ აიღონ Trade-with და არა Rhythmic-ი. ჯერ Rhythmic-ის დაყენება რთულია Ninja Trader-ზე რომ მიება Apex-იდან. და მეორე, რა ვიცი, მე Trade-with უფრო მემარტივება. პირდაპირ ბარაძეს ჯობს payout-ი Apex-იდან. თქვენ მაგამდე მიდით და რავი მომწერეთ და დაგეხმარებით გამოტანაში თუ გინდათ. Profile challenge გაქვს. ხო, ნილუკა, ეხლა შეხედე. Profile challenge თუ გაქვს, ხო? Trade-with-ზე არ არის Ninja Trade-with-ი სხვა არის, Ninja Trader-ი სხვა არის. სხვადასხვა პლატფორმებია თქო. თუ ლუკა ტრეის ნაყიდი გაქვს ეგ პროფილმა. მაშინ შედი Trade-with-ზე, ხო? Setting-ებში უნდა გადახვიდე. მე იქ add-ons-ი ეწერება და იმ add-ons-ში გააქტიურე Trading View რა. და მაგ Trading View-ს რა გააქტიურებ 2-3 ნუ გეტყვი 2-3 და Trading View-ზე სამით აგე Trading View-ს რა გააქტიურებ მე აგერ არის Trade-with აქ მოხვალ ვაიმე კაი ეს არ ჩანს აგერ demo-ს აერჩევ და username-ს და parol-ს ჩაწერ ოსო შემდეგი კითხვა. Challenge-ზე რა ხო წესებს და profit targets უნდა გააკეთო. კი ნუ challenge-ზე ის შენ consistency rules გულისხმობ რა, ეგ challenge-ზე არ არის. თქვათ 300 USD დავაპლუსე, უნდათ კი ხონზე ვერ გამოვიტან, ასე უბრალოდ რამე გმონაშის ხო, ეგრე უბრალოდ ვერ გამოვიტან. და გეტყვი. მოდი Apex-ი გავხსნათ. ყველგან ეგრეა, მარტო Apex-ი არ არის ეგ. ყველგან ეგრე არის, აი ხა გადავალ აქ. და შენ რაც იკითხე გამოტანაზე, მოდი ჯერ გამოტანის რადგან ეგრე ძალიან გიდათ, მოდი გამოტანა გავშალოთ. Payout. How do payouts work? Payout-ები როგორ მუშაობს? ეხა უყურეთ. თქვენ რო ზოგადად პროფილებზე ფულის გამოტანა კი ვიწერე. ფულის გამოტანა შეძლოთ, ანუ ესე პროფილები უფლებას არ მოგცემენ რომ აგერ ლარნახევარი გააკეთო და ეგრევე payout-ი გააკეთო. ან ერთი ტრეიდი გაგივარდეს დიდი და payout-ი გამოიტანო. ეგრე პროფილები არ მუშაობს. ნუ futures პროფილები ეგრე არ მუშაობს. რაზეც ახლა Apex-ი, Topstep-ი და My Fund Futures-ია, ხო, ეგრე არ მუშაობს. აქ ჭირდება სისტემატიურად შედეგი დადო, რაც რეალურად საჭიროა ტრეიდინგში რომ შედეგი გააკეთო და პროფიტული იყო და გავარდნაზე არ იყო. რადგან პროფილები პრივილეგია, ხო, რასაც ახლა თქვენ პროფილებზე ტრეიდობთ, არის პრივილეგია. ჩვეულებრივ, ეს რო არ არსებობდეს, ჩათვალეთ ყველას დაგვერხა. ეს რო გავუქმდეს. ეგ ერთი. ეხა ფულის გამოტანა რო შეძლო Apex-ზე, რა უნდა მოხდეს? გაჩნია აკაუნტის ზომას, მაგრამ მოდი ავიღოთ 50000-იანი აკაუნტი. 50k აკაუნტი, ხო? Apex-ზე არის ესეთი წესი, რომ შენი ბალანსის 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს ერთ ტრეიდში გაკეთებული. ეს რაც ნიშნავს? ანუ მაგალითად, ნუ ჯერ
payout-ი რო შეძლო Apex-ზე 50000-ზე 52600-ზე უნდა ავიდეთ, ხო? 2600-ზე ან მეძე უნდა ავიდეთ, ხო? მოდი დავუშვათ, რავი, პარემ რთული მაგალითი განვიხილოთ და ავედით 53500-ზე. ხო? 53500-ზე. ანუ პროფიტი რა გვაქვს გაკეთებული? 3500, ხო ეგრეა? უსე კალკულატორი ჩავრთო. ხო, ეხლა უყურეთ. 3500 გვაქვს გაკეთებული პლუსი. ეხლა გვინდა რომ დავჯექით კომპიუტერთან, მაგრა გვეძინა, მაგარ ხასიათზე ვართ და შევდივართ ისა ფულის გამოსატანად. რა კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ ჩვენ ამ ფულის გამოტანას შევძლოთ, რომ კიდე არ მოგვიწიოს ტრეიდი და ეს ფული გამოვიტანოთ. ნუ 50000-იან აკაუნტზე Apex-ზე მაქსიმალური გატანა არის $2000. და ხო, ამ $3500 30% არ უნდა იყოს ერთ ტრეიდში გაკეთებული. ანუ რაც ნიშნავს, ჩვენ $1050-ზე მეტი არ უნდა გქონდეს ერთ ტრეიდინგ დღეში გაკეთებული. ანუ მე თუ ეხა ორ შაბათს მოვიგე 500, სამ შაბათს 1000, 4 შაბათს კიდე 1000 და კიდე 500 გადარჩა ხო და 5 შაბათს კიდე 500. ეგრე რო ვთქვა ბჭყალებში. ხო? payout-ი შემეძლება. რატო? იმიტომ რომ 1050-ს არ გადავაცილე. ნუ 3500 თუ მაქვს ბალანსი, ეხლა თუ 2600 გვაქვს ბალანსი, ხო? თუ 2600 გვაქვს ბალანსი. ბალანსი გვაქვს 2600. მაშინ აი ამ 2600-ის 30% არ უნდა გქონდეს ერთ ტრეიდში გაკეთებული. ანუ $780-ზე მეტი არ უნდა გქონდეს ერთ ტრეიდში გაკეთებული. ეხლა დავუშვათ ამაზე მეტი გვაქვს გაკეთებული. რა შვებით? არაფერს არ შვებით. აკაუნტი არ გაქვს წაგებული, არც აკაუნტს გინულებენ, არც დისკვალიფიკაცია არაფერს არ გაძლევენ. უბრალოდ მოგიწევთ მეტი ტრეიდის გახსნა, რომ ამ სისტემატურობაში ჩაედიოთ, ესე ვთქვათ. ეხლა მე რომ მქონდეს მაგალითად ერთ ტრეიდში $1000 გაკეთებული, ხო? $1000. ეს ანუ იმდენი უნდა გავაკეთო მე ამის მერე, ხო? რამდენი საჭიროა, რომ 30%-იან წეს არ გადავაცილო. კი, მოყვებაზე ვით მაგაზეც ველაპარაკებ უეჭველი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. და ფანდით სანამ დროუდაუნ არ მოხდა საუშველი ისახე. ტრეიდ ხო? ფანდიძე ეგ წესი ნო მე არ გამიგია სიმართლე გითხრა. და Apex-ზე ფანდიძე დროუდაუნში გაიხანი არ ყოფილი ვარ. ვერც ვიქნები უკვე. არ ვიცი ნო ეგ წესი საწე ეკითხე. მოდი რავი გადავხედოთ მაშინ. თუ ეწერება ეგეთი რაღაც. ხო, 8 დღე უნდა გქონდეთ სატრეიდო დღე, რომ რეკვესტი შეძლოთ. რეკვესტიდან რეკვესტამდე. $40 ხო, იასნე იქნება, აი ეს არის აი აკაუნტებზე რამდენი უნდა გქონდეთ პროფიტი გაკეთებული, რომ payout-ი შეძლოთ. ესენია. payout bridge. ხო, ეს მაქსიმალური payout-ი გაკეთება რამდენი შეგიძლიათ. 100% შეგიძლიათ პირველი 25000 მეგონი, ხო, თუ რაღაცა. ტაქსები არ არის. ხო. Apex-ი ფასდაკლება რომ არის, მაგას სად ნახულობ? ისა email-ზე მომდის ხოლმე. არა, აქ საიტზე წერია ხოლმე რა email-ზე, აგერ აქ წერია ხოლმე. და მე გადავდივარ დეტალებს ვიგებ ხოლმე, იმიტომ რომ email-ზე მოწერილი იქნებათ. სტოპ-ლოსზე ვილაპარაკებ, მომიგო 2 წამი უჭველი კითხვებს გადავხედავ. და თითო ტრეიდზე თუსაც გაკეთე, მაშინაც ვერ გამოიტანა. თვისში 10 ტრეიდი გახსენი, ტრეიდი მოიგე და ტრეიდზე 10 წუთს თითო კი გამოიტანა, იმიტომ რომ რატო ცოტნე, რატო გამოიტანა? იმიტომ რომ შენ სისტემატურად 1500 აკეთე და არა 1500, 7000, 500 და რაღაც ეგეთები რა. სისტემატურად თუ მიყვებით, არაფერი არ მოგივათ. და მე პლუს 1000-ზე დროუდაუნ კიდე -400 შეჭები თუ 0 ბრუნდები. -500 გააკეთე. ანუ მოდი ეხა მიყვეთ. -500 გავაკეთეთ. ანუ ოღონდ -500 გავაკეთეთ. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩამოვეთ 49500, ხო?
და მე 1000 გააკეთე. და მე ანუ გავატოვეთ 50500-ზე. ეგრეა. 500 drawdown-ში არჩევი. Drawdown-ში არჩევი. როგორ რჩევი? რჩევი? 500 მინუსი, მე 1000 პლუსი. არა, არჩევი. 0-ზე ბრუნდები უბრალოდ. ჩვეულებრივ საიდან დაიწყე. არა, კი. მე 500-ით იმაში რჩევი, რა ქვია, მინუსში, იმიტომ რომ 500 პლუს ხო გააკეთე, ხო? Drawdown-ი მოყვება. ყოველთვე იხდი monthly გადასახად კი ვასილა. ეგ drawdown-ი მოყვება n. აურა დაგიძახ ხორცა. ნიკა. ეგ drawdown-ი რომ მოყვება, ნიკა. ამიტომაც 500 ზემოთ ამოვა. ეხლა კიდე 1000 რო გავაკეთო, ხო? 1500 ზემოთ ამოვა კიდე. ეგ drawdown-ი. ეხლა trailing-ზე ვილაპარაკო? მაგას გატანა 2 და ყოველ კვირაში გატანა აკაუნტის ზომასთან ერთად იზრდება ეს 201. აკაუნტის ზომასთან გადიდებით იზრდება ეგ 2000 წელს გაჩვენეთ, აგერ. აი. აგერ წერია მეთქი. აი. Surely trade up to 5 contracts half of normally was going to which trading stop no longer applies and you can trade the full 10 contracts Amazon. No, ვეგი იმას ნიშნავს, რომ ანუ 5 კონტრაქტი შეგვიძლია მაქსიმუმ გახსნა, სანამ 52600 ახვალ. 52600 რო ახვალ, მე შენი trailing stop loss, ანუ drawdown-ი რაც არის, ბილინგიც განვიხილავ. Drawdown-ი რაც არის, ხო ამოდის 50000 და მან ჩერდება, მაგის ზემოთ აღარ ამოდის. ანუ შექმნილი აქვს უკვე ბაფერი, ხო? მე უკვე 10 კონტრაქტის გამოყენება შეგიძლია, მაგრამ ნუ ობიექტ შენ არ შეგადუხებს, იმიტომ რომ არც 5 კონტრაქტი გამხსნილი ახლა მაგ ტრეიდის და არც 10-ით. გადაინდა რამდენი დღეში, იმაზე მალე ვიდრე იქ წერია ხოლმე რა, რამოდენიმე დღეში ხდება. დადასტურებიდან აღვთ. მაგრამ იქ წერია ხოლმე რომ რა 7 დღე ერთ კვირაში მაქსიმუმ ჩაგერიცხება ვარ და 2 დღეში შეიძლება რომ მოგწერენ იმ წამს თუ ჩაგერიცხოს. ბილინგიც განიხილე, ხო? ბილინგზე რავი რა გითხრათ, რამდენადაც იყიდეთ გაჩნია ფაზაკლებას რა, როგორია ფაზაკლებაში წესები წერია ხოლმე, როგორი ფაზაკლება. ეხა 90%-იანი რო იყიდეთ თქვენ, ხო? პირველი თვე არის 90% და თუ მოგიწიათ მეორე თვის გადახდა, იქნება 80%-იანი ფაზაკლების გადასახადი. მერე რო გაივლით მაგ აკაუნტს, ხო? და აკაუნტი რო გააქტიუროთ, გჭირდებათ activation fees გადახდა. ფაზაკლებაში რამდენი პროცენტს გაჭრის Apex-ი? $25000 დოლარამდე სანამ $25000 შენია თლიანად 100%-ით თავიდან. და მე 90 სპლიტი არის. მე ფაზაკლებაში ეხა თუ ფაზაკლებაზე იყიდე $85 იხდი activation fee, ანუ გასააქტიურებლად აკაუნტის, თუ არა და ეცა ვერ წუთი გაჩვენებ ზუსტად fee ყველა იმაზე აკაუნტზე. ეს არ მინდა. ეს მინდა. აგეფი 25000-იან რო გააქტიურო $100 გინდა, $140, $180, $220, $260, $300, $340 ასე შემდეგ. ეს lifetime fee. ეს შეუძლია $85 თვიური. ეს რითმიქსია. ხო, ეს trade-away-ზე. Trade-away-ზე უფრო ძვირი არის შედარებით, ხო, $10. 105 არის თვიურად გადასახადი, ან თუ lifetime გინდა ეს. ჭრება ვექტური გადასახადი მოგებიდან? ავტომატურად გეჭრება ვექტური გადასახადი მოგებიდან? რას ვეგეჭრება? უბრალოდ 10% ნაკლებს მოგცემენ ფულს, მეტი არაფერი. ფაზაკლება დასრულდა კი. ჩელენჯს რო გაივლით ფაზაკლება არ დაგემთხოს, რაც არის იმის გადახდა გიწევს ხო უჯველი? კი, რაც არის იმის გადახდა გიწევს უჯველი და challenge ხო არა უჯველი რაც არ უნდა იმ დღეს დაანონსო რომ ფაზაკლება იყოს ნიშნავს შენ აკაუნტი იმ დროს გაკნაყიდი და იმ წესებით და კონტრაქტს იმაზე მოვაწერე ხელი კიდე ხო ეხა trailing drawdown-ზე ვისაუბროთ რა არის trailing drawdown-ი რაც Apex-ს აქვს და ბევრს გონია რომ Apex-ი ამის გამოვა ცუდი გასაგებია შეიდარებით უფრო ართულებს ეს ყველაფერი მაგრამ ეს ეხა
trailing drawdown-ი გიშლით ხელს, ვინც გემბლერები ხართ ჩვეულებრივ. პირდაპირ მნიშვნელობით, ვინც გემბლერები ხართ და ვინც ისინიც გინდათ რომ ანუ გატროხებული აქვთ უკვე challenges account-ზე trade-ი და გინდათ რომ ერთ-ორ trade-ში გაიაროთ აკაუნტები და ერთ-ორ დღეში ერთ კვირაში მაქსიმუმ. აი მაგ ხალხს Apex-ი ცუდია, ეხლა ხილაპარაკობთ ამას. სხვა არავინ. Trailing drawdown-ი არის ის, რომ რა ქვია, შენ რო გაუნაღდებელი გაქვს თანხა, ანუ პლუსში ვარ, ხო, პროფიტში ვარ მაგალითად. რაღაცა short-ში ვარ აქ, პროფიტში ვარ აქამდე და აქ ამოვიდა და break აი ეხლა უყურეთ. აი აქ რომ მე short-ში ვიყავ. აქამდე პროფიტი რამდენია, ხო? აქამდე ხო იყო ჩამოსული ფასი აქედან. რამდენია პროფიტი? ერთი კონტრაქტით მაგამდე რამდენია პროფიტი? ერთი კონტრაქტით მაგამდე პროფიტი არის 1250. მე რო ეს რო ფასი აქამდე ჩამოვიდა, ხო? ეს 1215 ჩავთვალოთ. ეს რო ფასი აქამდე ჩამოვიდა და მე ავიდა და აი აქ რო ფასს გამოიყვანა break even-ზე. ანუ დაესტოპე იქ სადაც გახსნილი ქონდა trade. ანუ ის drawdown-ი რაც არის მარკეტზე 1255-ით ამოიწევა ზემოთ. იმიტომ რომ შენ აქ არ გაანაღდა. კი, ცუდი წესია ბაზარი არა გეთახმებით, მაგრამ თუ ვიფიქრებთ იმას, რომ ანუ ეს გვიშლის რეალურად ხელს რომ აკაუნტი გავიარო და რამე გავაკეთოთ? არა. ცუდია, მაგრამ ისე არ არის საშინელება და რაღაც სასწაული არ არის, რა. მე პირველად Apex-ი დავიწყე trade-ი და ანუ ვაფშე არ მიწწუნია მაგას. სალამისკება. კიდევ ერთხელ. ასე გაკავზას ყოველთვის პროფიტიდან გაჭრია თუ შენი ხდი ხელით. თვეში ერთხელ რატო იხდი? ზედა მოიტანე თვეში ერთხელ იხდი. დუდექს აკაუნტს რო გაივლი და გასააქტიურებელ ფიზ გადაიხდი, მე აღარებს აღარ იხდი. 1000 მოგებაში ხარ და 500 პლუს დახურე break even გითვლის. break even-ს ანუ პლუსში დაიხურება საბანო. balance მოემატება, მაგრამ drawdown-ია მოვა 500-ით. monthly არ არის, რას ნიშნავს monthly არ არის? კარგად მითხარი. ეს ვერ მივხვდი, one more time please. ნუ აქედან რო შორტავ და აქამდე ვარ პლუსში, ხო? რამდენი პლუსში? 1215 პლუსში ვარ აქამდე. და trade არ დამიხურავს და break even-ზე გადავიტანე stop loss-ი. და მოვიდა break even-ზე ჩამირთყა. მოდი ჩავთვალოთ, რომ 50000-იანი აკაუნტია. მოდი დავწეროთ, კარგად გამარტოთ. 50000-იანი აკაუნტია ნოა. აქ რო ჩამოვიდა, აი აქ და მე trade არ ჩავხსენი. რამდენის პლუსში იყო? 51,100-55-ზე ხო იყო? მაგრამ არ ჩავხსენი, ამოვიდა აქამდე, break even-ზე მქონდა stop loss-ი და ჩამირთყა break even-ზე. ანუ ჩემი ბალანსი ამ დროს რამდენია? 50000. ხო არის ისევ. იმიტომ break even-ზე ჩამირთყა. არც წამიგია, არც მომიგია. მაგრამ რადგან შენ პლუსში იყავი აქ და trade არ გაქვს დახურული. ან ისე დახურე trade-ი რო პლუსში დარჩი, ხო? მაგ შემთხვევაში drawdown-ი ხო გაქვს Apex-ზე 50000-იანი $3000. ის $3000 drawdown-ი ამოდის ზემოთ და 1215 ზემოთ ამოვა და იქნება რავი 1900 რამდენია 45 5 ზემოთ ამოვა. ამის საგება შეგეძლება მე 45-ია? ხო, 45-ია. ყოველ თურად იხდი კი. თუ დახუროთ მაგით არ უნდა გამიტანოთ ეგრევე პირველი payout-ი. Profit რო ავიღო მე ერთყას, profit რო ავიღო და მე profit თუ აიღე trading გამოხდოდა. თუ partially აიღო და მე მეკითხავს break even-ს. და თუ დახურე trade არაფერი კი. partially თუ აიღე ნუ და აი ხა მაგალითად შეხედე აქ რო აგიღო ნახევარი. ხო იქნებოდა ანუ ნახევარს აიღებდი სადღაც გაიმოდი 500 აი ეს იყოს რა მარტივად რა გამომთვალოთ. აქ აიღე ნახევარი ანუ 500 და 500-ით აგირთყა აქ. შენი ბალანსი იქნება 50500 და ოღონდ drawdown-ი ამოიწევა ცოტა კიდევ ზემოთ და იქნება 2400 რა მოკლედ ვთქვათ რა. 2500. ექსოდა სისულე მგონია რა მაინც. კი სისულელია, მაგრამ ანუ არაფერი სასწაული არ არის. მაგრამ ანუ ყველა პროფილმაზე ანუ სხვაგან უფრო უარესი ზოგან უფრო ისე წესებია რომ უფრო ართულებს ყველაფერს.
აქ ესეთია, იქ ესეთი, ანუ ინდივიდუალურია რა. შემდეგი ტრეიდი ხო გაბათილდება კი. მაქსიმუმ წაგება $3,000 $50,000 აკაუნტზე. გემბლერებისგან იზღოვენ თავს ალბათ. არა, გემბლერებისგან იზღოვენო, ანუ იდეაში გაყიდვა ეგ არის მაგ იდეის, ხო? მაგრამ რეალურად ტრეიდერები ზღუდავენ, რომ რაც შეიძლება მეტად ვერ გაიარო. ეგ მარტო აპექსზე არ ხდება, ყველგან ხდება. ისა თვეში ერთხელ მე ვიცი რომ ტრეიდი უნდა გახსნა ერთი. რავი, მე ერთი მიკროფი ვაჭარ ხოლმე, მაინც. просто. ჭერს. My Fan Futures-თან payout გამოტანა ბევრად უფრო მარტივია, ჩემი აზრით კი. ყველაზე მარტივი არის იქიდან. მაგრამ Apex-ი დამწყებების ყველას Apex-ი ირჩევთ, იმიტომ რომ როცა IAP არის, Apex ყიდვა ყველანაირად ღირს იმ My Fan Futures-ზე იდეაში თუ პროფიტული არ ხარ და თავდაჯერებული არ ხარ რომ მაგას გაივლი, ეგრევე My Fan Futures არ უნდა ეტაკო, იმიტომ რომ წაგება ესახოლა რა, ბევრი ძვირი ღირს Apex-ან შედარებით. კონსტენსიური გემბლერებზე კი, ეგ უფრო არის. Maven ტრეიდინგის წესები ესეთია, ხო? Maven ტრეიდინგის წესები არ ვიცი. Maven ტრეიდინგი futures profile-მა არ არის. My Fan Futures-ზე არ მკითხოთ, მოდი რაღაც არასრულად არ გითხრათ, არ გიტყვით რა. Livertex. ხო, მე ახალს აკეთებ კი. cancel-ებ იმ subscriptions და ახალს გააკეთებ. 500,000 აკაუნტი, რომელ Forex-ია მითხარი თორნიკე და ეხავე დაგიმტკიცებ რომ fake-ია. და ფულს არ გადაგიხდიან 500,000 აკაუნტი რომ payout-ი გამოიტანო დაგენი ძლავები. არა აქვს My Fan Futures, მაგრამ ყოველთვიურად იხდი იქ კი. თუ იმას კითხულობ. Apex-ის ყველაზე დიდი აკაუნტი 300,000 აკაუნტია. Apex-ი არის ყველაზე სანდო პროფილმა, ჩემი აზრით, რაც აი payout-ები რაც ვნახე მაგათი ამ ბოლო დროს, ზოგადად იმენა იხმარა Apex-ი და გადაიხადეს სვეტში, ესე იგი სახელის გაფუჭებას არ აპირებენ და მართლა იმას შვებიან რა. ხო, სვეტში დასშევნა დაიკიდოთ რა. აი, რო წუნები ხოლმე მე რომ აი ამ პროფილმა დამსკამა და ფრთხილად იყავით და აი ერთი ვიდეო ვნახე TikTok-ზე, ის იყო რა ქვია. ამ პროფილმა დამსკამაო, ბევრი ტრეიდერი ამაზე არ ლაპარაკობსო რა. ანუ ეგ ისეთ პროფილებს ენდობა ხალხი, რომელსაც რა ვიცი, რომ დაგსკამოს რა, ეგ რისკი უკვე უნდა აღქმული კონდეს რა. მოდი თუ გიტოპსტები Apex და My Fan Futures-ი ავიღოთ. მოდი ეგენი ავიღოთ, რომ ისა მაგათმა დაგსკამეს. ეგ რისკიც უნდა გათვალისწინებული კონდეთ. და გეტყვით რატო? ისეთი პროფილებს დაუსკამია ხალხი, აი ისეთ პროფილებს, რასაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. რამოდენიმე პროფილმა რაც გაუქმდა, ისა The Funded Trader-ი იყო, My Forex Funds-ი იყო და Smart რაღაცათ Smart რაღაც წვანე ის რო იყო რა. აი ისეთ ეგ მაგ პროფილებისგან ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ მაგას გააკეთებდნენ. ეგ რისკი უნდა კონდეს გათვალისწინებული და მით უმეტეს რომ ეგ გათვალისწინებული და კიდე აი Apex-ი My Fan Futures top step-ზე ყლეობა იმას იღებ, რა ქვია. პროფილმაზე შედიხარ, აი რა ვიცი, პრეტენზია რატო უნდა კონდეს ვერ ხვდები. რატო უნდა ედო ეგ რა გინდა ვაფშე ეგეთი პროფილმა. ხო, ანუ ბასილე, მაგიტომ აქვს რომ Apex ყველა სანდოა მეთქი რომ ისა რა ქვია. payout-ი იმხელა გააკეთეს, რავი. მაგათ რო არასანდო თქვა ესე არა. ის
$1000 take profit იმუშავება არ აქვს, რამდენზე გეყინა თუ მაგამდე არასულა. მე ჩამოვიდა და მაგ დროს წაუგებელში გქონდა მაშინაც აიწევს drawdown rust. მაშინაც რა ეგ მაგალითი განვიხილეთ წეგან ზუსტად. ანუ წაუგებელში ანუ break even-ზე რა გულისხმობ რომ დაგირთხა, ხო? drawdown-ი ამოიწევს $800, კი. აი წეგან რაც ახსენი წაუგებელში რო ჩაიხურა stop-ი და მან საწყის stop-ით რო აი ერთხა 200-ის იქნება drawdown-ი, ხო რა თქმა უნდა. საწყისი რამდენიც იყო იმაში ხო 200-ის მე რა ვიცი რა რამდენი გეყენა საწყისი. ესეებს უფრო გაართულებენ შენი აზრით. აი ეხა ეგ რომა ადრე ეგ რო გეკითხა 1 წლის წინ ჩემთვის, გეტყოდი რომ მომავალში უფრო და უფრო გაამარტივებენ მეთქი. მაგრამ ეხა ნახე რა მოხდა ამ 1 წლის განმავლობაში. მეორე პროფილმა გაიქცა, მოიქისთა, დასკამა ხალხი და ასე შემდეგ რა. თუ ეგ გაგძელდა და აი fake პროფილები რაც არიან, ეგენი მოიქისდნენ, ხო? და არ დარჩნენ. გართულდება უფრო წესები. იმიტომ რომ რა ქვია, კონკურენცია აღარ იქნება პროფილებს შორის. გართულდება რა, შეიძლება ანუ არ გამარტივდება, შეიძლება ეგრე ითქვას, ხა, რაღა უნდა გაართულონ, თო ანუ არ მგონია ძალიან არ გაართულებენ. ეგ ვიცი, ანუ ეგ გონია, ანუ გართულებით არ მგონია გაართულონ, მაგრამ გამარტივებით არ გამარტივებენ. თუ ეგ გაგძელდა. ყველაზე ნაღდია შეგროვე საბჭო კოპტელი და არა, ყველაზე ნაღდი ეგ არ არის. სანამ პროფილები არის, პროფილები უნდა გამოიყენო. ხო, აკაუნტი ისე გრჩება და მაგ დროს სახდება მე ეგ ხომ მკითხე წეღა. პეოუთის მერე, ნუ ის თანხა იჭრება და აკაუნტი რჩება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად. გააჩნია რამდენს გაიტან. ზოგი აკეთებს ხოლმე რომ ერთი პეოუთისთვის გადიან აკაუნტს. ზოგი რა პროფილებზე რა ვისაუბრე წინა ლექციაზე, რა იქნებოდი ლაშ შენ და იქ ხო თქვი რომ ბაფერი უნდა შექმნა მეთქი. ზოგი მაგას აკეთებს. პროფილებზე წინ წამოვიდა ოფში. არ ვიცი. საიდან წამოვიდა ეგ არ გამიგოვია. C-Trader-ი კაი ჩემი პირველი პლატფორმა იყო, სადაც ტრეიდი გავხსენი და აკაუნტები გავანულე. მაგრამ კაი პლატფორმაა ძალიან. კიდემ დაიწყო ყველაფერი. ვხსნები ჩავიცო. როგორ არის საათი დღე ხო? 8 დღეზე შემცირდა. სალამი საბა. იმიტომ რომ ყველაზე დიდი პეოუთი მაგას აქვს აკეთებული. მე რა ვიცი. მე არ ვიცი. რავი რაღაც აკაუნტს დავფრიბავ მე და თქვენ არ ვიცი რა სახთ. YouTube-ზე იდება კი. კი არა ძალიან პროფილები ძალიან ბერფულ შეულობენ. თუ ანუ ვინც დიდი ხანია არის ბერფულ შეულობს. იქნება უჭერ. ანუ ის სანდორა ანუ ვინც დიდი ხანია არის ამ საქმეში, პროფილები თავიდან ვერ შეულობენ, იმიტომ რომ პეაუთები აქვს გასაკეთებელი და ხალხი ყავთ მოსაწვევი. ნუ როგორც ყველა ბიზნესი, ხო? როცა უკვე ჩადგებიან კალაპოტში, ძალიან ბერფულ შეულობენ რა. მე პრობლემაა პროფილიდან არას მქონია. არ მახსოვს რავი. აი ეს არის პროფილების პეაუთების გაკეთება. არ მახსოვს, მქონია პრობლემა. კი. პრობლემა რა, Apex-მა რაღაც წესები შეცვალა ეხლა და ცოტა გამიწელა ერთი პეაუთი ადრე. მაგრამ პრობლემა რა, ეხლა რაღაც წესებს და მაგითო დააგვიანდა რაღაც წესები შეიცვალა. დღეები შეიცვალა და დაემთხვა ცუდად ჩემი გამოტანა.
მაგრამ ეგ პრობლემა არ არის, რავი. ისე რომ არ მაძლევდნენ, ეგეთი პრობლემა არ მქონია. $5 გააკეთე კაცმა. ვინ გააკეთე? ნამბერი 2 payout-ი. 295. Average payout-ზე ოპა გიჟივით. Pizzaci. TGS banki. Kiki yaxşı. Next. Rolls Royce კოლენანი აქვს საყიდელი. მეორე. რომელი? სუკანერში. ეგ სუკანი არ არის, მაგარჯანზე არა ვიცოდე. იმაზე საქვია. More trades. წვერები აქვს და მაგიტო. საშუალოდ თვეში ორჯერ. ეხა დაჟე უფრო მალე, ეხა თვეში 3-4 შეგიძლია უკვე. ტელეფონით ტრეიდის დროს რამე ხელი შეშლილი ფაქტორი არის? კი, მარკეტს საკმარისად ვერ დაინახავ. ეხა მე რო ამას ხედავ. მე რო ესე ხედავ და შენ რო ესე ხედავ და მე უნდა ესე ქნა და მე იქით ვეღარ ხედავ. გამიხსენ ტელეფონში ტრეიდი როგორ ადრე სამსახურში მუშაობდი ტელეფონთან ტრეიდობდი ხოლმე. არა, კაი რა, მაინც. მეშლა მეგონი მაგას საკზარული აქვს ნიუსებზე ვაჭრობა აფექსე შეიძლება კი, მაგრამ მეგონი ატრაკებენ უკვე და არის ტრეიდო. როლი იქ და მაგით. აკაუნტი ამოცია გასად მოსი. პროცესს ყველაფერი ვთქვი რა. გამოხوار საქართველოს ეკონომიკის თუ საბრძოლო ხარ მაგრამ რა შენ ენტრი ვერ მოეწონთ ეგეთ. არა შენ ენტრიებს ვერ აკონტროლავი, არ აკონტროლები მაგის გამო საქართველოს ეკონომიკას. ასეთ შეჯმელი კონცეფტი არა. ალბათ რა შენ მაგას რო იცახი, არ უნდა იცახti შენ მაგას. მე შეიძლება ვთქვა, მაგრამ შენ საკმარისად ისიც არ იცნობ და მაგიტო. ტიპს არც აკაუნტი. ხო, მაგაზე ვთქვი, ალბათ სავალოდ ეგრეთ ტიპზე ვაპარაკოთ, მაგაზე ვთქვი, რომ ყლევარ პროფილებზე რატო იღებენ ვაფშე მეთქი თუ ის უკვირთ, რომ ქვია, API-ს არ აცდევენ. ანუ ყლევო პროფილებზე რომ ტრეიდობ, ხო? და რაღაც payout-ის გამოგაკ. ანუ რაღაცა მიზეს ანუ მნიშვნელობა არ აქვს შე რას მიწერ რომ მე ესე აუ რატო ამდენი ხანი ვიწვალე რაც არ უნდა ილაპარაკო რაღაც მიზეს მოგიძებნიან ოფიციალურს ან რაღაცა უცებ ხელი რაზეც მოაწერე იქ წესებში უცებ მიაწერე თავისით და რა ანუ ყველაფერს გააკეთებენ რომ payout-ი არ მოგცენ თუ არ უნდათ განსი არა არ წაურთმე სტრატეგიის გამო არ ვერავის ვერ წაართმევ სტრატეგიის გამო არ წაართმევენ არავის სტრატეგია არ არის მან პრობლემა ის გამო შეიძლება საქართველოს აკაუნტი. აკაუნტს რაც წესებში უწევთ, მარტო იმის გამო წაგართმევენ, მეტი არაფერი. ხოდა მოაწყოს და მოიტანეს მისცეთ. ხო, შეიძლება.
ანუ მაგათ სულ ფეხებზე კიდიათ შენ აკაუნტზე რა საკეთებს მე შენ ტრეიდს რატომ უნდა უყურებდნენ ანუ რაში აინტერესებს არავის არ აინტერესებს ანუ შენ რო payouts აკეთებ ისინი მაგით მოგებას ვერ ნახულობენ ვერაფრით ფულს ხო ისინი არ შეულებენ შენ რო payouts აკეთებ პირიქით გარგავენ თეორია გადასახადი როა ეგ პროფიტერ მოჭრან ეგ შეიძლება თვიური გადასახადი როა ანუ თვიური ის რო ერჩიო საوالდე არა ოკეი ინფორმაცია თვიური გადასახადი რო რომელ თვიური გადასახადზე იწეხი activation fee-ზე თუ ისა რაზე შეგა კონტროლ აგენტების პოზიციონი კენი უნდა იყო სანამ აქტივაციას გადაიხდი payouts როგორ გამოიტან მითხარ სანამ აქტივაციას გადაიხდი ისა დემო რა იქაც დემოზე ხარ მაგრამ ფულს გამოდან არ შეგიძლია სანამ ფანდზე არ გადავხვალთ გამოსასარგებლო დროის რო რესურსებია აფექსზე რავი რესურსებია როგორც ჩაოლებრივად ის სერვერის განსაკუთრებით activation fee-ს ერთხელ იხდიან, მეორე არის თუ რა შეიძლება გადაიხადო მაგით ვიკითხე. ახლა მაგარი საჭმელი უნდა გავიკითხო. პირველი ყოველთვე გადასახდელი სანამ არ გაივლი. რო გაივლი მე მაგ პირველს აღარ იხდი. მე აკაუნტი რჩება, მაგრამ $1 რჩება მარტო თუ მაგას ჩამოსდები კარგავი აკაუნტს კი, მაგას ჩამოსდები კარგავი აკაუნტს $1 რჩება. ბერამ. კლასი რა არის სტალინის დედა შევეცი სიყვარულის სიცოცხლის არსი რა არის სიცოცხლის არსი არის payout ღირსი მაგარი კაცია ეგ Topstep Trading LLC რო ეწერება იქ. Trade-ობის demo არ აქვს, ერთგვარიანი თუ რაღაცა უფასოა. Starlinks აქვს payout-ები. უღალტერს ხნავდა ბექსისას და ეს ტრამპის გამარჯვება პროფილზე გავლენა ექნება წესები გამარტივდებოდა მართალია თუ არაფერში არ არის ტრამპა პროფილი მეგონი არც რა არის შეგან გავგესერთ რა არსებობს ფანდი აკაუნტები და აკაუნტი მოხს გასხმული მინიმუმ $3 რა სამბობს მა ადაო ვიზიარე შენ იყავი TikTok-ზე? აიცა, შენ იყავი TikTok-ზე? რო გიფასხე? ეგონი შენ იყავი ხო? იმანაც იგივე მითხრა. ფულე მილდაუნ კი. ცეჩიზურა. თვალი თანგოდანა ნახიცა ადრე ფული.
მეც ატობო ბუდგები ამიგოს. უჭველი იქნებოდა. სვეჩი. აქცია და რამეებს არ გეუბნება, რამე არ მიიღწევთ. თუ რა ვიცი, პირველმა დაწერა რაღაც და ვიცი. რა. დიდი ხანი წერდი მაგით. ჭაბესად დაიკავე, მოუტაკავე. მოუტაკავ ხოლმე. ვიჯო მაგას. ელებას ის ვისაუშვი. სანჯი. სანჯი დავადების დღე მიულოცეთ ხალხო. არ თქვა ეხა დააგვიანო მიკიდია. სანჯის მიულოცეთ დავადების დღე. გასლოგინებს თუ ხდება. მადლობა ხალხო, მადლობა. გაიხარეთ. მადლობა. გაიხარეთ. რომა მიმენა. დიდხანს ყავდა. და ერთი შევასწრებ. ისე ამორჩა რეკორდი.